არაფერი არ ვიცოდით. ისიც არ ვიცით ვინ გამოიძახა. ისიც არ ვიცი ვინ გამოიძახა და რომ მოვიდა რა მე გამზადებული მქონდა ყველაფერი, აბა მარიამობის დღესასწაული ჩვენი ხატის დღეობა იყო და რო არ გამემზადებინა არ შეიძლება. მოვიდა ისე კარგ ხასიათზე მშვენივრად არც ის უთქვია იცინოდა კიდევაც ახლა მოვკითხა მიდი მოიტანეთ სასმელიო და აილოცა 3 ჭიქა დალია და მე თქვა რომ მე შეიძლება გამომიძახონ. ხშირად იძახებდნენ ხოლმე და სულ ყველაფერი კარგად ამთავრდებოდა. მე იმას რას მოიფიქრებინ. მე 4:30 გახდა და გამოიძახეს. აი ფათი-ფუთით ჩაიცვა ისინი ბოტასები და ამე და ხალაჩი და ქოქამანქანა გაიქცა და თან ტელეფონი დარჩენია სახში. აი ქვევით ჩასული არაშენდა მდი გასული მობრუნდა და გზიდან ვიყირი ტელეფონი და მთა ჩქარა გამომიტანეთ. წავიდა იმ ღამეს არაფერი არ ვიცოდით. მეორე დღისით ჩემ შვილიშვილს უთხარი შვილო აბა დაურეკე მეთქი რაღაცა მეთქი მე უთხარი აჩიკო მეთქი სად არის აქამდე უნდა მოსულიყო მეთქი და რატო არ მოვიდა. ერთხელ დაურეკა ბაბუ ტელეფონს არ იღებს. მეორე დაურეკა ტელეფონს არ იღებს. მესამე დაურეკა ტელეფონს არ იღებს. აი მე მეთქი მე შევფიქრიდი რაღაცნაირად. მაინც თავში ვერ გავიაზრე ვერაფერი. გავიდა 2 საათი და ეს ჩემი ბიჭი წაიყვანათ მცხეთაში. რავი იქ დეეძახნათ და ვიძახეთ რომ ნეტა სად არის მეთქი ვფიქრო. და მოვიდა იქიდან მოიყვნენ ბევრი ბიჭები და რომ შემოვიდა ვერ უთხარი რომ შვილიშვილს ამბობთ ხო? ჩემ შვილიშვილსა ხო? შვილო მეთქი იმ ბიჭებსა თავი განებია რატო არ შემოიყვანეს ახლა მეთქი. შემოვიდა ისეთი დამონე ბაბო აჩიკო ძია არა ყავს და დამემართა მეც არ ვიცი შვილო. ეს თავისთვის ათრი და მე ჩემთვის ათრი ახრიდით კიდევ თავისთვის აღარ ვიცი. ირილის მიშლინე ჟულო ახლა ჩემ შვილზე იმ 2 დღესა როსი მართლა გითხრა მანამ მოასვენებდნენ გაგიჭებული ვიყავი სააკაშვილი მხდებოდა თუ ახალაია იყო თუ აბაშიძეც უბრუნებდი ყველაფერს ხო და მე მოიდდე და გააფრთხილეს რომ არავე ეგეთი არ უნდა იტირო როგორ შეიძლება ცუდი არაფერი არ უნდა მეთქვა არც ახალაიაზე არც სააკაშვილი არც აბაშიძეზე საერთოდ არ უნდა ამამეღო ხმა და ის თვითონ რომ მოდიოდა ახალაია ვაიმე ნეტა მცოდნებო როგორ მიბრიალებდა თვალებს ერთხელ მე ვიტირე იქა რა რომ 2008 წელს მეთქი შვილო ომში იყავი მაშინ ცოცხალი მოხვედი ზავში და ეხლა ომი არ იყო მეთქი და რამ მოკლა შვილო მეთქი და აი ვიღაცა თვალები ამაბიბრიალა ესე ვიძახი ეს კაცი ნეტა ვინარი მე გავიხედა მეორე დღისით ხელბაკუკასავით მოვიდა ესე თან იქნებდა იმ ხელსა და ვიძახი რა ხშირად მოდის ეს ვინარი მე ვერ ცნობდი? არა ვცნობდი შვილო სადმე ნახნა სამჯერ იყო რა უნდათ ჩემი შვილისაგან აი რამდენი ხნის განმავლობაში გაკონტროლებდნენ? ვაკონტროლებდნენ თელი რო დაიუყა იმიდან 40-იც იყო გასული და კიდევ გვაკონტროლე. მანამ არჩევნები არ დამთავრდა, უბრალოდ რო ჩაიარა არჩევნებმა მერე გაჩერდნენ. მერე გაჩერდნენ. ეგაში გამოიხატებოდა ეს კონტროლი სახლთან ტრიალებდნენ. აი ესე კრუგებს გვატყავდნენ, აი ესე ჩადიოდნენ. ხალხმა დაინახა რომ ვინები იყვნენ. მე კი ადამიანები შიშით გარეთ ვერ გავდიოდი, ისე მე აი ესე ვკანკალებდი რომ ჩემი შვილი ვისაც არაფერი არ დაუშავონ მეთქი, აი მაგისა მეშინოდა თორე ჩემი სიკვდილზე კი არ მეშინოდა.